ხმაური დაწყებული კაზანტიპი დასრულდა, თუმცა ანაკლიაში ხმაური კვლავ გრძელდება. კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ყველასთვის მოულოდნელად 2 თვით ადრე დატოვა. 19 ადგილობრივ ოჯახში, რომლებსაც გაქირავებული ბინების ქირის საფასური არ გადაუხადეს. ანაკლიელები ამაში ფესტივალის კონტრაქტორ კომპანია ჯორჯია ოკეის ადანაშაულებენ. ამ კომპანიის უკან კი ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი დგას. ჟურნალისტი ჯორჯია ოკეის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ კომპანიამ დავალიანება გაისტუმრა. აგერ არის ხო შეკლებაში 20,000 ლარი წერია და მაძლევენ 1,500 ლარს, 2,000 ლარსაც არ მაძლევენ. კაზანტიპთან დაკავშირებით სკანდალი მისი დასრულების შემდეგაც არ ცხრება. ანაკლიაში 19 ოჯახი აცხადებს, რომ ფესტივალის კონტრაქტორმა კომპანია ჯორჯია ოკეიმ ხელშეკრულება დაარღვია და ბინის ქირა არ ჩაურიცხა. კონტრაქტში რო იყო გათვალისწინებული ეს თანხა, არ მოგცეს, საერთოდ არც პირდებიან, რომ მომავალშიც მოგცემენ. და დაარღვიეს კონტრაქტი. შემთხვევით მოსაცემი ჰქონდათ 2,400 ლარი და ხელზე მომცეს 700 ლარი. ნუნუ სვანიძის მსგავსად კაზანტიპზე ჩამოსული სტუმრების მასპინძლობისთვის ლამზირა აფხაზავამ კრედიტი აიღო. 4,000 ლარით სახლი გაარემონტა და ავეჯიც იყიდა. 11 დღის განმავლობაში 10 ტურის უმასპინძლა, თითოეულმა კომპანიის ანგარიშზე 700 დოლარი ჩარიცხა. ამ თანხიდან 300 ლარი ჯორჯია ოკეის ლამზირა აფხაზავასათვის უნდა გადაერიცხა, საერთო ჯამში 3,000 ლარი. თუმცა მასპინძელმა მხოლოდ 2,000 ლარი მიიღო. ისიც საპროტესტო აქციების შემდეგ. 2,000 ლარი აიღეს ჩემგან, საერთოდ ზედმეტი. და იმის გარდა კიდევ 1,000 ლარი წამართვეს ახლა. ახლა ჩემი ოთახი ზოგი 700 დოლარად არის ერთი პიროვნება გაყიდული, ზოგი 370 დოლარი. კომპანია არის ასეთი ჯორჯია ოკეი, რომელიც არიხდის. გვეუბნებოდნენ, რომ არის უფროსი ვიღაცა კოკა ყანდიაშვილი და არიხდის თანხას. ჯორჯია ოკეი 15 მაისს შეიქმნა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის კოკა ყანდიაშვილის შვილი მარიამ ყანდიაშვილია. კომპანიის დირექტორი გურამ გაბადაძე ამბობს, რომ მათ კონტრაქტით გათვალისწინებული ველა ვალდებულება შეასრულეს. ეს რაღაცა უფრო გადამეტებული მგონია, რომ რაღაცას ამბობენ, რეალურად იყო 8 ოჯახი და 8 ოჯახს ჩვენ ვეკონტაქტეთ და ყველასთან პრობლემა აბსოლუტურად აღმოფხრილი არის. კაზანტიპში ახლა დემონტაჟი მიმდინარეობს. რესპუბლიკა Z-ის თვითმარქვია პრეზიდენტმა, როგორც თავის თავს ნიკიტა მარშუნუკი უწოდებს, ანაკლია პროექტის დასრულებამდე 1 დღით ადრე დატოვა. 19 ანაკლიელი ოჯახი კი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნით ჯორჯია ოკეის ქართულ სასამართლოში უჩივლებს, რომელიც კაზანტიპის კონსტიტუციას